გამარჯობა, გადაცემა ლიტარია, არაჩვეული ადგილიდან მოგესალმებათ, თუმცა რაღაც თვალსაზრისით ალბათ იმაზე უფრო ცნობილიდან, ვიდრე ბიბლიოთეკა არის, გულისხმობ ბახ გარდენიას და ჩვენი სტუმარი გახლავთ ცნობილი ბოტანიკოსი, მებაღე ვარ. და წიგნის მკითხველი კაცი, თუმცა ამას აპროტესტებდა ბატონი სურაბ შევარნაძე, გამარჯობა. გამარჯობა გიორგი. მოკლედ შენ კი აპროტესტებდი რომ მე და წიგნები არ ვართო. არ მეგობრობ, ნამდვილად. მეგობრებიო, მაგრამ თავიდან გარდაუვალი იქნებოდა რაღაც თვალსაზრისით წიგნებთან შენი მკითხველი წიგნი როგორ არა, რა თქმა უნდა, წიგნთან სულ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ შენი მაყურებლისთვის ვეჭვობ, რომ კარგი მაგალითი გამოვდგე. ჩემი მაყურებელი არის ბევრნაირი ადამიანი და ზოგადად ჩვენ მათ ლაპარაკებით არა იმაზე, ვირამდენი წიგნი წაიკითხა, არამედ იმაზე, წიგნი მნიშვნელოვანია თუ არა. მგონი ამას არ აპროტესტებ. არა, ამას არ. დავიწყოთ შენი ბავშვობით. დავიწყოთ. რა ხდებოდა მაშინ? გიკითხავდნენ წიგნებს თუნდაც? კი, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივ ტრადიციულ ქართულ ეგენი შრომელ ოჯახში გავიზარდე, არაფერი განსაკუთრებული ჩემს ირგვლივ არ ხდებოდა, ძალიან კეთილსინდისიერი, წესიერი და თბილი გარემო იყო ყოველთვის ჩემს ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი იყო. ჩემი ბავშვობა არ იყო თლათ ისე იოლად და გურიაში განსაკუთრებით როცა მთლიანად დაიშალა ყველაფერი და კოლმეურნეობები დაიშალა, ერთ-ერთი ჩვეულებრივი კოლმეურნეობების ნანგრევზე აღმოცენდა შენი ტალანტი. ტალანტის რა მოგახსენოთ, მაგრამ იქ გავიზარდე. გურიაში გავატარე მთელი და ბიბლიოთეკა სახში ქონდა. ქონდა, მცირე. ვერ დავიკვეხნი რომ ჩემთან იყო რაღაცა როგორც სხვა ჩემსთან აკლასელებთან ან მეგობრებთან მთელი თაროები სავსე წიგნებით, მაგრამ რაღაცა რაოდენობის წიგნი. რომელი წიგნი გიყვარდა თუ გახსოვს? იცი რა, პირველი რაც მახსენდება, დედა გვიკითხავდა ხოლმე სანამ კითხვა ბიძია თომას კოხი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ასე იყო და რასაც ხელი მიგვიწვდებოდა, როგორც იყო, რომ გითხრა რომ დიდი კითხვაზე ვიყავით დამარკაფებული და აი მაინდა-მაინც უნდა გვეკითხა, ასე არ იყო ჩვენ. ნანოფ ისე რომ არ იყო საშუალება თუ დიდად რატომ გეკითხები? მოდი სერიოზულად შევხედოთ ამას. შენ ხარ კვალიფიციური პროფესიონალი რაღაც სფეროში. და სხვაებიც არსებობენ სხვა სფეროში. ამასთან დაკავშირებით ზოგადად არის აზრი სხვადასხვანაირად ჩამოყალიბებული. გულისხმობ მხატვრულ ლიტერატურასთან მიმართებით. აი მაგალითად ვიღაცები ამბობენ რომ აუცილებელია ამის კითხვა, იმიტომ რომ შეიძლება ეს ფანტაზიას ავითარებს. ვიღაცები ამბობენ, ხო, ამიტომაც გეკითხები. ვიღაცები ამბობენ რომ შეიძლება ეს საერთოდაც არ იყოს აუცილებელი. აი მე მაგ ვიღაცებს ხო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არგუმენტები. გეტყვით როგორ არის? თუ ადამიანი ხარ ინტერესებით რაღაცის მიმართ და ჩემი ინტერესები იყო ძალიან ფართო. თან ფართე და თან ვიწრო. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა სულ, რაც თავი მახსოვს. ამიტომ არ დამჭირებია მე იმის ძებნა, რა მინდა, როგორ მინდა, რისთვის მინდა. მე არ ვარ კარგი მაგალითი საამისოდ, იმიტომ რომ 5 წლისამ უკვე ვიცოდი რომ მე მინდა ვიყო მებაღე. მინდა რომ სცენარებს ვცნობდე. მებაღეებზეც არის კარგი წიგნები დაწერილი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კითხვით მე არ მიმიღია და არც ამის შესახებ კითხვით არ რა თქმა უნდა, მაგრამ კითხვა არ ყოფილა ის მთავარი, რითაც მე მივიღე мотиваცია და აბა ვინ უნდა კითხულობდეს წიგნებს შენი აზრით? ხოდ ის ხალხი, წიგნს ყველა უნდა კითხულობდეს. პროფესიონალია ამ საკითხში. წიგნს ყველა უნდა კითხულობდეს, მაგრამ ჩემი აზრით გაცნობიერებულად. კითხულობ ეხლა მე, მაგრამ ზუსტად ვიცი რას კითხულობ ახლა? ახლა ძალიან საცილო რაღაცებს ვკითხულობ. მაგალითად. არ ვთვლი რომ აუცილებლად სამი მუშკეტერი უნდა იცოდეს პატარა ბავშვმა. მე ჩემი აზრით არ ვიცი, შეიძლება ძალიან რევოლუციურ რამეს ვამბობ, მაგრამ არც ისე. სამი მუშკეტერთან დაკავშირებით არ ამბობ. ხო, თუ ყველა ამბობენ რომ პატარა ბავშვმა უნდა იკითხოს. არა, უნდა იცოდეს მოზარდმა. ყოველთვის საბჭოთა მოზარდს უნდა ცოდნოდა, ხო ასე იყო რა? კი. რაღაცა სია ხომ არსებობდა, რაც აუცილებლად უნდა ქონოდა. ხო, დიუმა იყო წახალისებული. ხო. ჯულერნიც. კი, რა თქმა უნდა. მე ამ სიაში არ ვითვლები. იმიტომ რომ არც ამის წამხალისებელი მყოლია ვინმე, არც ამის მომწოდებელი და არც ჩემი თუ საზღვრავდი და ჩემი თუ არკვევდი რა მინდოდა, როგორ მინდოდა. აი, კი ბატონო, ამ ბიძია თომას კოხს გაგიკითხავდნენ. მე შენით რომ მიაკითხე, ასე წიგნები არსებობდა? კი, რა თქმა უნდა, დუმბაზე რასაკვირველია დავიწყე და თავიდან ბოლომდე ყველა იმიტომ რომ იდენტობას გრძნობდი. ხო, იმიტომ რომ იმ სამყაროს ნაწილი ვიყავი, რომელშიც ეს ყველაფერი პირიქით არის. ის რაც შენთან არ არის, იმას უფრო ეძება. არა, მე აი ეგზოტიკური რაღაცა მოგზაურობების წიგნები უცხო ქვეყნებში. ეგენი არ გაინტერესებდა.
არ ვიხიბლებოდი ამითი. უფრო პრაქტიკული რამე ეხ დღესაც ასე ვარ. სულ გადმოვიღებ ხოლმე და რას კითხულობ? იცი რა არის, კითხვა არ ქვია მას, მაგრამ მაგალითად აი მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონი თუ სიახლოვეს არ მაქვს, აი როგორც შიშველი ადამიანი უხერხულად გზნობს თავს, ისე ვარ. შენ თუ წმინდა წიგნია. წმინდა არა, მაგრამ აი ძალიან მჭირდება სულ. ხო? სულ. არ შექმნი რა რამე ესეთი ალტერნატივა. შექმნილა, მაგრამ ამ ფასეულობის და ამ წონის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ წონის არც ერთი. წონას გულისხმობ არაპირდაპირ ნიშნავს. ჩემთვის აი პირველი ბიბლიაა ჩემთვის, იმიტომ რომ მის გარეშე მე ვერ ფუნქციონირებ. ეს როდის არის წარწერა გაკეთებული? ჯერ კიდევ მომავალი იყავი. სტუდენტი ვიყავი მეორე კურსში ალბათ. კი. ძალიან საინტერესო. ხო, მე ძალიან ბევრი. ისე არ გიცდია წიგნის დაწერა ამ მიმართულებით. არა, ლექსიკონს მე ვერ დავწერ, მაგ დენი განათლება ბოტანიკაში არ მაქვს და ამ ხელა კადნიერების უფლებას ვერ მივცემ თავს, მაგრამ გაუმჯობესებული გამოცემა. მებაღეობაში რაღაცები გამომდის, არა. ეს წმინდა ბოტანიკური სამუშაოა და სამებაღეო ლიტერატურას, რა თქმა უნდა, იმ დოზით და ან თარგმნო მაინც გერმანული იცი. კი, მაგრამ გეტყვი რა შეა საქმე. პრაქტიკოსი ადამიანი ვარ მე. პრაქტიკულად უნდა ვაკეთო. და იმ პრაქტიკაში კეთებისთვის რაც მჭირდება, იმას მოვიგროვებ ხოლმე ჩემს ირგვლივ. ხო, აი რა წიგნებია ეს წიგნი? აი მაგალითად ეხლა ვარ ძალიან გატაცებული ერთი ქალბატონით, ანიე მაუბახი არის ასეთი ქალბატონი, რომელიც არის დიდი, ძალიან დიდი ოჯახის შვილი, გერმანელი ქალბატონია, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო მაუბახების დინასტია. სამეურნეობა, სამებაღეო მეურნეობა, რომელიც მთელი 100 წლის მანძილზე ევროპაში იყვნენ ძალიან ცნობილები. გამოყავდათ ახალი ჯიშები, ჰქონდათ უდიდესი მეურნეობა, თუ კი ვინმე მცენარით არის დაკავებული ევროპაში, ყველა მიცის მაუბახის სახელი და ეს ქალბატონი არის ეს განსაკუთრებით გამორჩეული, გარდა ამ თქვათ ოჯახის ან დიდი მეურნეობის. დამოკიდებულებებით. სწორი დამოკიდებულებები აქვს მცენარესთან და ამბობს, რომ მცენარე არის ამ დიდი სამყაროს ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და ფაქტიურად ეს ქალბატონი, რომელთანაც მე ვიყავი და პირადად მაქვს მასთან ურთიერთობის ბედნიერება, ეს ქალბატონი ამბობს, რომ ამ წიგნით ფაქტურად ყიდის თავის ისტორიას, თავისი ოჯახის ისტორიას და მას იცნობ? კი, მაქვს პირადი ურთიერთობა, ძალიან საინტერესო ქალბატონია და აკეთებს სამებაღეო ფილოსოფიას. ეს არ არის უკვე მებაღე. რა თქმა უნდა, პრაქტიკოსი მებაღე არ გავს თესავს. სამებაღეო ფილოსოფია. აი, გადმოვიდეთ შენს სფეროზე. გეტყვი, რას ნიშნავს? რას ნიშნავს, რომ ეს ერთი მთლიანობა, ეს და მე ერთნი ვართ. ამ სამყაროში ჩვენ თანასწორნი ვართ. მეც იგივე უფლებები მაქვს, რაც მას, იმასაც აქვს რაღაც უფლებები და მეც მაქვს ჩემი უფლებები. და როგორ ვითანაც ცხოვრობ? იგივე როგორ გაქვთ? ან სხვადასხვა, მაგრამ გაქვთ, ესე იგი. ხო, მაგრამ ზოგჯერ იმას მეტი უპირატესობა აქვს. იმას მეტი უფლება აქვს ზოგჯერ ვიდრე მე, როგორც ადამიანს. იმიტომ რომ მას არ აქვს საშუალება თავის უფლებების დაცვის. რა თქმა უნდა, თუნდაც და იმ ურთიერთდამოკიდებულების და იმ ვალდებულებების ახსნას ცდილობს, რითაც ადამიანი და მცენარე და საერთოდ ცოცხალი სამყარო ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ აზროვნების მიმართულებით საქართველოში საქმე როგორ არის? ნუ გასაგებია რომ კარგადა არ, მაგრამ ძალიან ძიმეთ თუ რამე ნაბიჯები გვაქვს. არა, ძალიან ძიმეთ არა. ბევრი ადამიანია, რომელიც ამ ასე ფიქრობს, რომ არაფერი იკარგება, რომ ეს ბრუნავს, რომ აუცილებლად არა, შეიძლება ასე ფიქრობდეს, მაგრამ პრაქტიკულად რამდენად ვიცავთ ჩვენ ამ. ცოტა არა, ვერ ვიცავთ. ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს ჯერ. მაგრამ ეს პრობლემები ხო სინქრონულია, ხა ერთი პრობლემა ცალკე აღმოიფხრას და მე მეორეს მიადგე, ეს რაღაცა ვიდეო თამაში არ არის. გეტყვით როგორ არის? აი ძალიან ნელ-ნელა ვგრძნობ მე ამას, რომ იცვლება დამოკიდებულებები. რაც 5 წლის წინ იყო, დღეს იმის შედარება არ შეიძლება დღევანდელ მდგომარეობასთან. ნელ-ნელა გროვდება ადამიანები, ჩემს ირგვლივაც. ადამიანებს ეცვლებათ დამოკიდებულებები და ეს კარგია. ეს ძირითადად პრაქტიკის, ჩვენ პრაქტიკოსი ხარ და იტყვი რომ პრაქტიკის და ასეთ წიგნებს არ შეუძლია ცვლილებების მოტანა. არა, წიგნი არ მოგიტანს სულიერებას, ჯერ უნდა რაღაცო მკითხო. გეტყვით რა შეიძლება, საჭიროა. როცა ეძიებ, მაშინ საჭიროა. მაშინ მოგეშველება. იმ მიმართულებით რომ დაიწყებ სიარულს, საითაც გინდა რომ წახვიდე. ამ საქმეში მე მოგეშველება წიგნი. ანუ შენთვის უფრო ინსტრუმენტია ვიდრე მანამდელი ბაზისი. აბსოლუტურად. სხვა წიგნებიცაც შეგვახერხა. რა ვიცი, ბევრი ძველ წიგნებს უფრო ვენდობი რატომღაც. საბჭოთა გამოცემები ძალიან კარგი გამოცემებია მებაღეობაზე. სკავილებზეა. სკრუპულოზური ნამუშევრები, აი ისეთი დეტალებია რომ ეხლა მგონია რომ ამ ძველ წიგნებს რომ ვუყურებ თავისი ძველი ილუსტრაციებით, მგონია რომ ამ თანამედროვე წიგნებში, რომლებიც ეხლა მცენარეებს და ყვავილებზე გამოდის, აქედან ამოჭრილი პატარ-პატარა აბზაცებით და გაფერადებული ან უფრო ლამაზი ფოტოებით ვიდრე ამ წიგნებშია. ამ წიგნით ეხლა თანამედროვე შეიძლება 50 წიგნი გააკეთო. ხო, მაგრამ აღმოჩენები ხომ ამის შემდეგაც იყო.
რა თქმა უნდა იყო, მაგრამ სიღრმისეულად ეს ადამიანს ისე აღარ აინტერესებს როგორც მაშინ. მაშინ იყო მთავარი კვლევები. მაშინ კეთდებოდა ეს. ეს არის მე-19 საუკუნის ევროპაშიც? ევროპაში რა თქმა უნდა. აბა რა. აბა ჩვენთან არც ეხლა. არა, რუსეთიო თქვი და მაგითო. თუ რუსეთი იმეორებდა ევროპულ გამოცდილებას. ხო. იმეორებდა. კი, არა, გერმანული წიგნები რომ არსებობს, იმას ნუ შევედრება ნურც ერთი და ნურავი. საერთოდ ლიტერატურა, სამებაღეო ლიტერატურა უფრო მაღალი ხარისხის არც არსებობს. ყველაზე უფრო განვითარებული ამ თვალსაზრისით გერმანია არის დღეს. ვერ ვიტყოდი რომ მებაღეობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ინგლისი არ თმობს ლიდერობას, საფრანგეთი ძალიან, მაგრამ გერმანელებს აქვთ კულტურა ამის გადმოცემის, ჩაწერის, სწავლების. უკეთესად ვერავინ ვერ გასწავლის ვიდრე გერმანელი. ამიტომ ეს მაგათ ჟურნალებშიც, მაგათ რვეულებშიც, მაგათ დღიურებშიც, მაგათ წიგნებში ყველგან მკაფიოდ ჩანს. სხვა წიგნებსაც და ესენი მე მიბაძული ამ მესმის. ეგ ხარ. ხო, რა ვიცი, ამ ბოლოს ძალიან ვიყავი გატაცებული ბოშების ცხოვრებით. აჰა. და ეს ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მაჩუკა ჩემმა მეგობარმა, მისთვის საყვარელი წიგნი, რომელიც არ არის გალამაზებული ისტორიები ბოშებზე, არამედ მთელი 30 წელი სწავლობდა ეს ავტორი ამ ბოშების ცხოვრებას, ფაქტურად მათთან ერთად მოგზაურობდა. აჰა. და არანაირი გასუფთავების და გალამაზების გარეშე. ბოშების კულტურა არის მოძრაობის, გზის კულტურა. შენ უფრო მე მგონი გიყვარს ადგილი. მეც ბევრს დავდივარ. დადიხარ, მაგრამ მაინც რომ კომფორტს ადგრძნობ სახლში. კი. მაგრამ ამ ადამიანების ფშურს. ხო და აქ ისე კარგად არის ბევრი წიგნი დაწერილი, შენ იცი ბოშებზე და საინტერესო ხალხი რომ არის, ეგეც იცი, მაგრამ აქ არის ძალიან შეულამაზებლად, აი ფოტოებიც კი ძალიან ორიგინალურია. არა ნათამაშია. არა, აი რაც არის, ეს არის. ზოგჯერ არალამაზი, ზოგჯერ პირდაპირ ნაჯახივით სიმართლე, მაგრამ კარგია, ძალიან კარგია და კარგიცან წასაკითხე და დიდი ხანი ამით ვიყავი გადაცემული. ეს რაღაც წიგნები ყოფილა კარგი. რატომ ასე წიგნების მტრად რატომ გამოგყავარ? სულ არა. ასე გამოიყვანეს შენ. არა. კიდე სხვა წიგნი. რა ვიცი, ზოგი წიგნი უნდა მივადგეთ იმ თავარ ლექსების წიგნს. ის ბოლოში მიდევს. ბოლოს მივადგებით. ერთი ქალბატონი იყო პენელოპე ასეთი, ძალიან ცნობილი მებაღე იყო ინგლისელი, რომელიც ქმნიდა ბაღებს. ეს არ იყო მარტო მებაღე, არამედ ეს პენელოპა არ იყო მარტო მებაღე, არამედ თვითონვე ქმნიდა ბაღებისთვის ესკიზებს. და ეს დაშლილი კატალოგი, რომელიც ახლა მე წინ მიდევს, ფაქტიურად მისი ნამუშევრების ერთგვარი შეჯამება და შენი აზრით, ბაღი რა არის? იდეური თვალსაზრისით, უკან დაბრუნების სურვილია ადამიანის 64-ია და იქითკენ ტოლვა, რა თქმა უნდა, არა, მაგას 64-ის პროექცირება. რასაკვირველია, 64-ისკენ ტოლვა. რომ ადამიანმა მის ირგვლივ 64 მოიწყოს და თავი იგრძნოს მშვიდად იმ ცოდვილ სამყაროში, რომელშიც შეიძლება ჯოჯოხეთიდან 64-ის მოწყობა. კი. აკაურობის ამბავს გახსენ. შეიძლება. აკაურობის არ ვიცი, მაგრამ ეგ შესაძლებელია. არა, როგორც მითხარი, ის იყო. ჭაობი. ჭაობი იყო. გადააქციეს 64-ის რეპეტიცია. ცდილობს. სტალინთან მივიდე, ჯოჯოხეთი ვახსენეთ და სტალინი ლოგიკურია. ვახსენდა. ეს ლექსების წიგნი მაქვს. მე ხო იუმორის მოყვარული კაცი ვარ და ეხლა უკვე ის დრო დადგა. წარწერა აქვს საინტერესო, შეიძლება მათ თქვა. კი, აბა რა არის? იქაც გალექსილია მე მგონი. 8 წლის თავზე დარი ვინ იყო? არ ვიცი, ჩემო მასწავლებელმა მაჩუკა ნანიჭელიძე. იმიტომ რომ ასკანაში ხდება მოქმედება. შენ ეს წიგნი ჩემთან გაგანია ომის დროს კი ჩუქნის, მე გისურვებ ჩემო გოგო, არაბრუნო ეს სწორი გზა, შენი სწავლე ჩემო დარი, გაიზარდე და მოგვესწარ. ძალიან საინტერესოა. ხო, რა ვიცი, ხო, ამდენი ლექსის წაკითხვისას, ამდენი რითმის თვითონაც მოუნდა. რომელი ლექსი გიყვარს ყველაზე უფრო? სიმებს ცეცხლი ეკიდება ამ სიხარულს ნეტავ რა სჯობს. შენ სალამი, შენ დიდება, შენ ჩამოსვლას გაუმარჯოს. ასე ზოგჯერ სტუმრებს ვეგებები ხოლმე ასე. ხო? კი. უცხოელებს რა? არა, უცხოელებს არ ესმით. კარგია. სტალინის ლექსები არ ესმით. კარგი, დაუბრუნდეთ ბაღს. ორი სიტყვით. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაინც ისეთი ტიპის არჩევანია, რომელიც ფილოსოფიას მოკლებული არ არის. არა. შეგიძლია ცოტა უფრო ცლად ვთქვათ, რას გულისხმობს ეს ფილოსოფია და როგორ უნდა მივიდეს ეს ამბავი ისეთ ადამიანამდე, რომელსაც პირდაპირივნება არ აქვს შენსავით. გიორგი, თუ მოთხოვნილება ადამიანს არ აქვს, რომ არ უნდა მივიდეს, ესე იგი, თუ არ.
ამ ჩვენ არ უნდა დავანახოთ. არა, უნდა დავანახოთ, აბა მეც რას ვაკეთებ. მე მგონია რომ მთელი ჩემი ცხოვრებით ამას ვახერხებ. ზუსტად ამას გეკითხებ. ამას, იმას რომ ეს ასე უნდა იდოს და არა ასე. ელემენტარული მოთხოვნილება უნდა გაუჩინო ადამიანს შენი მაგალითით. კი არ უნდა დააძალო და კი არ უნდა მე ასე მგონია. უბრალოდ შეეცადო რომ ელემენტარულად ჯობს უფრო კარგია თუ ესთეტურად მოწყობილ გარემოში იცხოვრებ, ვიდრე მინგრეულ მონგრეულში. მე ასე მგონია. ბაღიც ამის ნაწილია. ბაღიც ამის ნაწილია. ოღონდ ბაღი არ ვარგა იმ შემთხვევაში, თუ ეს არის მარტო იმისთვის, რომ ბაღი გქონდეს. შენც იმ ბაღის ნაწილი უნდა იყო. სხვათა შორის, ყველა ადამიანს თავისი ბაღი აქვს. აი იმ ქალბატონი მაუბახისგან ვიცი, რომელიც ამ საქმეს ფილოსოფიურად უდგება. თავისი ბაღი წარმოდგენაში. წარმოდგენაშიც და რეალობაშიც, თუ ეს ამის საშუალება არის. ქალბატონი მაუბახი ამბობს, რომ მანამ სანამ მე ადამიანს ვურჩევ, რა ბაღი უნდა გააკეთოს, მანამ ეს ოჯახი უნდა გავიცნო და ეს გაგცნობა ზოგჯერ გრძელდება მთელი კვირა. ამ ადამიანებთან ერთად ატარებს გარკვეულ დროს და მის შემდეგ ქმნის ბაღის კონცეფციას. მსგავსებიან მე ადამიანები სცენარეებს, გარკვეულ სცენარეებს. არა, სცენარეებს კი არ მსგავსებიან. ადამიანები უნდა აუცილებლად ისეთ ბაღებს იწყობდნენ მის ირგვლივ და საერთოდ ისეთ გარემოს, როგორიც მისთვის არის კომფორტული. პირდაპირ მნიშვნელობის მსგავსებას არ გულისხმობ ცხადი. ანუ რაღაცა ისე. აი მაგალითად ვიღაც ტიპს, რომელსაც რთული ხასიათი აქვს, შეიძლება უყვარდეს კაქტუსი, ვიღაც ტიპს, რომელსაც უფრო მსუბუქი და კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ რომ შედიხარ და უყურებ რა მცენარეები მოუშენებია ადამიანს, მასთან ახლოს, პირდაპირ შეგიძლია დიაგნოზი დასვა ამ ადამიანს რა მდგომარეობა აქვს სულიერი თუ ფიზიკური ცხათა შორის ფიზიკური შენთან შემოსული კაცი ამ დიაგნოზს ვერ დასვამს არა კარგად დასვა ძალიან რთული კარგი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის მე გიხდი მადლობას ინტერესისთვის რომ ეს არა მაინდა-მაინც წიგნებზე დამოკიდებული კაცი გამხადე ღირსი რომ შენ ხო მაგრამ მე მგონია რომ ირიბად მაინც მიუთითეთ ხალხს რომ წიგნი აუცილებელია წიგნის გარეშე არაფერი გამოვა ყოველ შემთხვევაში პროფესიული მაინც გვერდზე უნდა გედოს. თუ წინ არა, გვერდზე აუცილებლად, რომ გეიმედებოდეს. მადლობ გიორგი. მოვალ შეხვედრა. ნახვამდის.